როდესაც გამართლდი ამ დროს მეგობრების გარშემო ახლობლების ოჯახის წევრების დამოკიდებულება თუ შეიცვალა? სიმართლე გაინტერესებთ, დიდად არ ყოფილან ჩართული არც ერთი ჩემი მეგობარი და არც ერთი ჩემი ოჯახის წევრი მენტალური თვალსაზრისით იმ პერიოდში ამ პროცესებში არ იყვნენ ჩართულები. წეგანაც ვისაუბრეთ, რომ არავინ არ დადიოდა სასამართლო პროცესებზე და თვალსაწყისშივე თქვი, რომ ბავშვი იყო 2 წლის. ამ დროს ბავშვი სად იყო ხოლმე, როდესაც სასამართლო პროცესებზე მოდიოდი? ხან სახლში ვტოვებდი, ხან ჩემს მეგობრებთან ვტოვებდი. დედაჩემთან, ხან ვტოვებდი ჩემს მეგობრებთან და მოვდიოდი სასამართლო პროცესზე. ეს განაჩენის დღესაც მეგობართან მყავდა ბავშვი დატოვებული და ყველაზე რთული მომენტი ის იყო, რომ მე არ ვიცოდი იმ დღეს დავბრუნდებოდი თუ შევძლებდი თუ არა სახლში დაბრუნებას. ეს იყო მართლა ურთულესი მომენტი ჩემს ცხოვრებაში. ვიყავი ძალიან არეული, განერვიულებული.